ძალიან საინტერესო თემა გვექნება დღეს, თემები მთლიანობაში გადაცემის მეორე ბლოკში და მეორე ბლოკს გავხსნით ჩვენ პარტნიორთან ერთად Grant Thornton საქართველოს ჩვენი საგადასახადო გზამკვლევი. თემა არის ძალიან საინტერესო, წინასწარი გადაწყვეტილება და ყველა ის საკითხი და პრეფერენცია, რაც უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა იმისთვის, რომ საგადასახადო რისკებს და დავებს მთლიანობაში აარიდოს თავი. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება ძალიან საინტერესო დიალოგი. პირდაპირ ეთერში მინდა მივესალმო ლუკა შეგვაშვილს, რომელიც Grant Thornton საქართველოს უფროსი საგადასახადო კონსულტანტია. ლუკა, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. და უპირველეს ყოვლისა, მოდი ასე ვთქვათ, აი წინასწარი გადაწყვეტილების პრეფერენცია, მოდით ასე ვთქვათ, ორ ნაწილად დავყოთ. პირველი ნაწილი მე მინდა იყოს ამ შემთხვევაში ის ცვლილებები, რომელიც უკვე მოგვიახლოვდა და კარს მოგვადგა და მეორე ნაწილი უკვე იყოს რეკომენდაციები, რა რეკომენდაციები და რჩევები გაჟღერდება მთლიანობაში ჩვენი ტრიბუნიდან, იმისთვის რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, გაგვაცანეთ კიდევ ერთხელ წინასწარი გადაწყვეტილების პრეფერენცია და შემდეგ უკვე ის დაანონსებული ცვლილებები, რაც ჩვენ გველის ძალიან მალე, უბრალოდ 2027 1 იანვრიდან ამოქმედება ეს ცვლილებები, ხო? გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა აღწერო თუ რა არის წინასწარი გადაწყვეტილება და რას მოიცავს ის. როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს გარემო დღე უკვე ვითარდება, ჩნდება ახალი ბიზნეს მოდელები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები, ასევე სხვადასხვა ისეთი ბიზნეს სიტუაცია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა საკმაოდ დეტალურია, არის ისეთი ბიზნეს სიტუაციები, როდესაც კანონმდებლობა პირდაპირ პასუხს არ გვეუბნება. სწორედ ამიტომ, როდესაც ბიზნესი აპირებს საკმაოდ მოცულობითი ბიზნეს მოდელის დაგეგმვას, ეს იქნება ნებისმიერ გადაწყვეტილება, სადაც საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი. ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის საგადასახადო საკითხები და ის საგადასახადო ნაწილი, რაც მას მომავალში მოუწევს. და ამ მომენტში, როდესაც უკვე პირდაპირ პასუხი შეიძლება კანონმდებლობაში ვერ იპოვოს, საჭიროა რომ ის საგადასახადო რისკები დაიზღვიოს და სწორედ აქ ჩნდება წინასწარი გადაწყვეტილება. წინასწარი გადაწყვეტილება არის შემოსავლების სამსახურის მიერ ოფიციალურად მიმართვის საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც და კონკრეტულად ბიზნესს, როდესაც მიმართავს შესაბამის ფაქტობრივი გარემოებებით, შემოსავლების სამსახურიდან იღებს იმ პასუხებს და იმ ბიზნეს მოდელს, რომლის ფარგლებშიდაც უნდა იმოქმედოს საგადასახადო კუთხით ბიზნესმა. და უბრალოდ აქ უნდა ხაზი გავუსვათ ის, რომ ეს არ არის რეკომენდაცია ან ჩვეულებრივი დოკუმენტია, ეს არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიები ხელმძღვანელობენ რომ საომარლოთ იმ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში და შეუძლიათ რომ საგადასახადო ნაწილი სწორედ ამ წინასწარი გადაწყვეტილების საშუალებით გადაწყვიტონ. კი ბატონო, მადლობა. ეს არის ზოგადი აღწერა და პრეფერენცია. ეხლა მე მაინტერესებს, აი უშუალოდ რა იცვლება, ანუ რა იყო მანამდე, რა არის მომავალში დაგეგმილი და თლიანობაში თამაშის წესების კუთხით ბიზნესისთვის რა სურათი შეიძლება დადგეს 2027 წლის 1 იანვრიდან. თავარი ცვლილება რაც იგეგმება, ეს არის საფასურთან წინასწარი გადაწყვეტილების. როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით წინასწარი გადაწყვეტილება ფიზიკურებმა რომ მიმართოს შემოსავლების სამსახურს ღირს 5,000 ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში 10,000 ლარია აღნიშნული წინასწარი გადაწყვეტილების ღირებულება. თუმცა ივნისის თვეში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2027 წლის 1 იანვრიდან ფიზიკური პირებისთვის ეს საფასური გახდება 10,000 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის ეს საფასური გახდება 20,000 ლარი. შესაბამისად, დღევანდელი ეთერის მთავარი ყურადღება მინდა გამომახვილო იმაზე, რომ თუ ბიზნეს და ნებისმიერ კომპანიას აქვს რაიმე ასეთი სახის კონკრეტული ბიზნეს სიტუაცია, რომელიც და ზუსტ პასუხს არ გააჩნია საგადასახადო კუთხით და აპირებდა რომ მიემართა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, უმჯობესია რომ მათთვის 2027 წლის 1 იანვრამდე მოახდინონ შესაბამისი გადაწყვეტილების და შესაბამისი წინასწარი გადაწყვეტილების შეტანა შემოსავლების სამსახურში. და ხო, ეგ არის ჩვენთვის რეკომენდაცია, მაგრამ თანამედროვეულად მინდა გავუსვა ხაზი იმაზე, რომ წინასწარი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ მისი საბოლოო შედეგი. წინასწარი გადაწყვეტილების საბოლოო შედეგი და ხარისხი დამოკიდებულია მთლიანად თუ როგორი ფაქტობრივი გარემოებები ჩამოაყალიბებს წინასწარი გადაწყვეტილების დროს. მე გულისხმობ იმას, რომ არ არსებობს რაღაც ბიზნეს გარემო, ბიზნეს სიტუაცია და როდესაც მაგალითად მიდიხარ და ეკითხები კონკრეტულ კითხვებს, რომ ამ დროს რა უნდა გავაკეთო, შემოსავლების სამსახური იმ კითხვების მიხედვით პასუხს გცემს. თუმცა როდესაც არ იცი და ზუსტად არ იცი რა საგადასახადო ეფექტები შეიძლება ქონდეს იმ გარემოს, შეიძლება გამორჩეთ ამ ფაქტობრივი გარემოების აღწერისას ის სხვა ნიუანსი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ ამ სიტუაციას. ამიტომაც ხო აქაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ წინასწარი გადაწყვეტილების მომზადებისთვის აუცილებელი არის, რომ წინასწარ საგადასახადო ექსპერტთან იყოს გავლილი ეს კონსულტაცია და ამ მომზადების პროცესში
პროცესში ჩართული იყოს საგადასახადო ექსპერტი, რადგან ზუსტად ის ხაზი და ის მომენტები გაუსვას იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან, რაც საჭიროა, რომ საბოლოო ჯამში მისთვის სასარგებლო იყოს. ლუკა, მივდივართ ისევ და ისევ იმ კონსენსუსამდე, რომ აი ამ ყველაფრის, ანუ აი ნორმატიულად და სწორად გაკეთება შეიძლება ბიზნეს ბენეფიციარს ძალიან გაუჭირდეს ინდივიდუალურად. ამისთვის აუცილებელი არის კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვათ იმას, რომ ანუ ეს საქმე, ანუ პროფესიონალური კუთხით გაკეთდეს და შესაბამისად აუცილებლად გაითვალისწინოს ეკოსისტემამ პროფესიონალი კომპანიების, ამ შემთხვევაში Grant Thornton საქართველოს ექსპერტიზა ამ მიმართულებით, რომ სათანადოდ მოხდეს განაცხადის გაკეთება. ხო, აი მე მაინტერესებს ასევე სიხშირე და მარჟა, აი რა შემთხვევაში შეუძლია ბიზნესს გააკეთოს აი ამ კუთხით განაცხადი და კიდევ ერთხელ მოდი აი ჩაუღრმავდეთ იმ ნიუანსებს, რაც განაცხადის გაკეთების დროს არის აუცილებელი. ამისთვის ახლა შეიძლება ერთი სატელევიზიო ეთერი საკმარისი არ იყოს, მაგრამ აქ ვართ, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვიმჟევოთ ამაზე, მაგრამ აი მე მინდა რომ აი ზოგადი ფაბულა გამოვიყვანოთ ამ შემთხვევაში, აი რა უნდა იცოდეს ბიზნესმა, რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა. ბევრი სიტუაცია შეიძლება იყოს და მართლა შეიძლება ერთი გადაცემაც დაეწოს, მაგრამ უბრალოდ ზოგად მონახავს აღწე რა ნიუანსები არის თავარი წინასწარ გადაწყვეტილების მომზადებისას. არის კონკრეტული სიტუაცია და მაგალითად რაღაც მომენტში და რაღაც სიტუაციაში კომპანიას აინტერესებს ნებისმიერ სხვადასხვა გადასახადების კუთხით, აი DRG-ის მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია დასაბეგრი არის თუ არა. მაგრამ როდესაც კომპანიამ ასეთ ფაქტობრივ გარემოებას აუწევს, რომ ეს აღნიშნული სიტუაცია DRG-ის მიზნებიდან დაიბეგრება თუ არა, შემოსავლების სამსახურიდან მიიღებს პასუხს, რომ ან დაიბეგრება, ან არა. თუმცა მას შეიძლება გამორჩეს ის ნიუანსი, რომ აღნიშნული ოპერაცია და აღნიშნული სიტუაცია შეიძლება იყოს სხვა საგადასახადო ვალდებულების დაკისრების რისკის ქვეშ. შესაბამისად, როდესაც მაგალითად კომპანია მიიღებს, რომ აღნიშნული ოპერაცია სამომავლოდ გააგრძელებს და იმოქმედებს წინასწარ გადაწყვეტილების ფარგლებში და მას ეგონება, რომ საკუთარი თავი დაცული აქვს, რადგან წინასწარ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, შემდგომ შეიძლება 2-3 წლის შემდეგ შევიდეს შემოწმება და აღნიშნული კი DRG-ზე ზუსტად იგივე წინასწარის მიხედვით უთხრან ოკეია, მაგრამ სხვა საშემოსავლო ან მოგების გადასახადების კუთხით უთხრან შენ არ განახორციელე სწორად და მაქრივ დააკისრონ ჯარიმა. ამიტომაც ზუსტად აქ უსვავს სწორად ხაზს, რომ მნიშვნელოვანია ის ნიუანსები და ის დეტალები ყველაფერი იყოს საკმაოდ გასმული იმ ყველა საკითხზე კონკრეტული ოპერაციიდან გამომდინარე. ანუ ახლა ოპერაციები უამრავი შეიძლება იყოს საგადასახადო კუთხიდან გამომდინარე და უამრავი დეტალი და უამრავი ბიზნეს მოდელი შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში, მაგრამ კითხვები უნდა დაისვას სწორად და მიმართული უნდა იყოს ზუსტად იმ გარემოებებზე, რომ მაქსიმალურად ამოიწუროს ამ წინასწარ გადაწყვეტილებას. ამას ეხმარება თუ არა რეალურად, იმიტომ რომ აი ბევრი გვიყურებს ძალიან და ბიზნესს ხშირ შემთხვევაში აქვს კითხვებიც ამ თემასთან დაკავშირებით, აი მუდმივად ცვლად გარემოში. მუდმივად სიახლეები, ხო? და მე არ ვიცი, რომ ეს სიახლეები ცუდია. ეს სიახლეები კარგია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი საგადასახადო დოკუმენტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვალსაჩინო დოკუმენტი ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში მთლიანად, ხო? მაგრამ მიუხედავად ამ დათქმისა ძალიან ბევრი ცვლილება გვაქვს და ძალიან ბევრი ცვლილების აღქმა არა მარტო ბიზნეს ბენეფიციარს, ხშირ შემთხვევაში ბევრ კომპანიასაც უჭირს. რომ აი დამეთანხმებით ეხლა რომ აი ძალიან ბევრი ინტერპრეტაციაც არის. და თითოეული თეზისი ჩვენ გვაძლევს რამდენიმე ტიპის ინტერპრეტაციის საფუძველს. შესაბამისად, ესეთი ტიპის ინტერპრეტაციები რო ალიდებული იქნას თავიდან, აი სახელმწიფო სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტრო ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური, რამდენად ეხმარება მისი გაიდლაინებით ბიზნესს, რომ კითხვები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, თორემ კითხვები სწორად იყოს დასმული და პირობითად ერთმა კითხვა და კითხვა-პასუხმა სხვა ტიპის ოზონის შრეები არ გააჩინოს საგადასახადო კუთხით და მე ეს ყველაფერი ბიზნეს დავაში, საგადასახადო დავაში არ გადაიზარდოს. სწორედ აქ არის საჭირო ზუსტად საგადასახადო სპეციალისტის მონაწილეობა წინასწარ გადაწყვეტილების შედგენისას, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ არის ზუსტად დეტალიზაცია თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. შესაბამისად, ზუსტად საგადასახადო ექსპერტები მაგას ახორციელებთ მაქსიმალურად იმ ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე, ზუსტად დეტალიზაციას ბოლომდე ჩავდივართ იმ დეტალურ მოცემულობიდან გამომდინარე და ზუსტად იმ ნებისმიერ პატარ-პატარა კითხვას რაც შეიძლება გაიპაროს ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ყველაფერზე დეტალიზაციას ვახდენ და ყველა იმ ნიუანსებს ყურადღებას ვამახვილებ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად იცვლება ბიზნეს გარემო, ბიზნეს სიტუაცია. უბრალოდ წინასწარ გადაწყვეტილების მთავარი პლუსი ის არის, რომ თუ მაგალითად კომპანია იმოქმედებს აღნიშნული წინასწარ გადაწყვეტილების ფარგლებში, მას აქვს იურიდიული ძალა და არ შეუძლია, როდესაც მაგალითად შემოსავლების სამსახურის შევა შემოწმებაზე აღნიშნული წინასწარ გადაწყვეტილების სხვა ცვლილება გამოიყენოს. და შესაბამისად ეგ არის ამის უპირატესობა. ხო, ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ისევ და ისევ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ პროფესიონალური ექსპერტიზა ამ შემთხვევაში არის აუცილებელი. ეხლა შეიძლება რაღაც 100%-ით არ გაუკეთოთ გამორიცხვა
პირობითად იმ ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ მინიმიზაციას ყოველ შემთხვევაში რისკებისას საგრძნობლად ვახდენთ. ლუკა, რა მოლოდინები არის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ? და ის არ მიყვარს რომ რაღაც ნეგატიური ტერმინების გამოყენება, მაგრამ ნაკლოვანებები, მოდი მაინც ვიტყვი ამ სიტყვას, ის ნაკლოვანებები, რაც ამ კუთხით შეიძლება არსებული იყოს, აი არსებული ცვლილებების შემდეგ, აი როგორ რა მოლოდინები ჩდება მთლიანობაში და აი რა დადებითი ეფექტი შეიძლება გაშდეს ამ კუთხით ბიზნესში. მოლოდინი შეიძლება ის იყოს, რომ ისეთ კომპანიები, ისეთ ბიზნეს სტრუქტურების, რომელსაც მაგალითად არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ მაგალითად 20,000 ლარი უღირდეს და შესაბამისი ხარჯი იყოს, რომ საომავლოდ 20,000 ლარი გადაიხადოს შესაბამის სიტუაციაში, მათთვის რა თქმა უნდა გაიზრდება ის ნეხი და შესაბამისი წინასწარ გადაწყვეტილებაზე არ იქნება ხელმისაწვდომი. და რა თქმა უნდა ეგ აღნიშნული ფასის გაზრდა გამოიწვევს შესაბამის ნაკლებად დიდ მცირე ოპერაციებზე შესაბამის წინასწარ გადაწყვეტილებებზე мотиваციას რომ შევიდეს აღნიშნული წინასწარ გადაწყვეტილებები. უბრალოდ ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ ფასი გაიზრდება, წინასწარ გადაწყვეტილების ხარისხის მნიშვნელობა არ დაიკარგება და რა თქმა უნდა დღითიდღე რადგან როგორც ვახსენე ბიზნეს ოპერაციები იზრდება და უამრავი სახის ახალი ოპერაციები ჩდება და ახალი გარემო ჩდება, წინასწარ გადაწყვეტილებები მაინც უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რადგან არის ისეთი გარემოები, რომლებიც ბევრი ნიუანსია და პირდაპირ კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ გავიგოთ რა როგორ დავბეგროთ და რა საგასახადო. ყოველ შემთხვევაში მოლოდინები ის რომ ცვლილებები პირიქით ნებისმიერ ცვლილება დადებითი კომპონენტისკენ არის მიმართული, თავარია მისი სწორად ინტერპრეტირება და იმპლემენტირება ბაზარზე. მე მგონი არც ფისკალურ ეფექტზე არ მოახდენს საბოლოო ჯამში გავლენას და ფისკალური ეფექტის თვალსაზრისითაც ეს აქტი შეიძლება ბიზნესისთვის უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ, მაგრამ ნიუანსების დონეზე აი სასურველი იქნება ახლო მომავალში. ნუ ყოველ შემთხვევაში Grant Thornton საქართველოს ზუსტად ის კომპანიაა, ვისაც ექსპერტიზისთვის უნდა მიმართოთ აუცილებლად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი კონკრეტულ кейსებს ასევე, ხო, აი რა შეცდომებს უშვებს ბიზნესი ძირითადად ამ მიმართულებით. სხვადასხვა ეს დრო გვაქვს ჯერ კიდე და აი შეგვიძლია რამდენიმე ისეთი ნიუანსები თქვენ ახსენეთ მაგალითად, რომ აი DGG-ს მაგალითად მოვიყვანეთ, მაგალითად DGG-ს ჭრილში მოვიყვანეთ მაგალითად, ხო? მაგრამ შეგვიძლია ასევე მაგალითად მოვიყვანოთ რამდენიმე ისეთი მაგალითი რა ნაკლოვანებებს და რა შეცდომებს უშვებს ბიზნესს. ბევრი მაგალითია და ბევრი ნიუანსია, რომელიცაც ხო შეგვიძლია ბევრი დიდი ხანი ვისაუბროთ. უბრალოდ იმას ვიძახი, რომ შემოსავლების სამსახურები გარდა იმისა, რომ წინასწარ გადაწყვეტილება ერთ-ერთი მეთოდი რომ გავიგოთ კონკრეტულ სიტუაციაზე, ასევე აქტიურად ცდილობს რომ რაღაც გაურკვეველ სიტუაციაზე შესაბამის მეთოდური მითითებები გამოცეს და დაეხმაროს ბიზნესს რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ამ მეთოდური მითითებით იხელმძღვანელოს. თუმცა არის კონკრეტული საკითხები, აი თუნდაც კვებითი ღირებულების ანაზღაურება რამდენად შეიძლება უნდა დაიბეგროს თუ არა შემოსავალი გადასახადით გულისხმობ დაქირავებულ ფიზიკურ პირებს, რომელიც ისეთი ჩანაწერია რომ აი ორაზროვანია და იმდენად გაუგებარია ხოლმე რომ აღნიშნული ბევრ კომპანიას ყოველთვის კითხვის ნიშნებს უჩენს და აღნიშნულზე ყველასთვის ინდივიდუალურად შეიძლება წინასწარ გადაწყვეტილება გახდეს საჭირო. ასევე არის ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელზედაც შეგვიძლია ლუკა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.